მაუწყებლის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს. მადლობა პარლამენტიდან რუსუდან ჯაბანიშვილი გვერდებოდა. თავრობის განახლებული შემადგენლობის ვიზიტს პარლამენტში დაპირისპირების გარეშე გუშინან სარჩაულია. ხმაური ამჯერადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას გამოსვლამ გამოიწვია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტრიბუნიდან გიორგი კვირიკაშვილის გინება გაიხსენა და თქვა, რომ ქართული ოცნება ძალადობას ახალისებს. ნიკა მელია სიტყვით გამოსვლის შემდეგ იმ ადგილისკენ წავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სიტუაციის განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს თხოვა. ნიკა მელიას კი მიმართა ან დარბაზში ადგილი დაეკავებინა სხდომათა დარბაზიდან გასულიყო. ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობდა ძალიან ბევრს, რომ ღირსება არის უმნიშვნელოვანესი და ღირსება უნდა დაიცვას და მათ შორის პრემიერ-მინისტრმა. და შეგახსენებთ ქალბატონო ეკა ბესელია, შეგახსენებთ, რომ 10 მკვლელიდან 8 მკვლელი იძახის, რომ ღირსება დავიცავი, იმიტომ ჩავიდინე მკვლელობა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც გამოდის და მოუწოდებს საქციელს პრემიერ-მინისტრს, რომელიც შორს არის აბსოლუტურად საღი აზრისგან შორს არის, დიახაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყანაში იქნება უმძიმესი. მე თქვენს ადგილზე დღეს აქ არ მოვიდოდი პარლამენტში და დავწერდი განცხადებას და წავიდოდი. და იცით რატომ? იმიტომ ვერაცნობიერებთ რას დაუდეთ სათავე, რაც არ უნდა ბევრი იყოთ. მარტო რომ დავჭი აქ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ხალხის ხმა ამ პარლამენტში ისმოდეს. რა შემიძლია არ აღნიშნო ის უდიდესი მსგავსება ქვეყნის ექს-პრეზიდენტის სახეს, იერსახესა და მის წარმომადგენელს შორის ჩვენს პარლამენტში. და კიდევ ერთხელ მინდა გამოთქვა კმაყოფილება, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის ექს-პრეზიდენტი გავიდა პოლიტიკური არეალიდან და აბსოლუტურად მარგინალურ ზონაშია გადასული, სწორედ ასევე მისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ზუსტად ანალოგიურად იქცევა. გუშინდელი და დღევანდელი ქცევა ეს არის ხელწერა ნაციონალურ მოძრაობას. ძალიან სამწუხაროა, რომ გადის იცვლება ბევრი რამ ამ ქვეყანაში და თუ რამე არ იცვლება, ეს არის მათი დამოკიდებულება, მათი ქცევები და მათი პროვოკაციები, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ სახელიც აქვს უკვე და ყველაფერი ცხადია, უბრალოდ საჭირო ალბათ ჩვენი მხრიდან რაციონალური მიდგომა. არხივს მათთან საერთოდ მათ სივრცეში შესვლა ისინი მხოლოდ კანონს უნდა ელაპარაკებოდნენ. არ შეიძლება პარლამენტის დარბაზში 100 ადამიანი ერთ ადამიანს ებრძოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი ადამიანი არ მოგწონს ან შენთვის მიუღებელ რამეს ამბობს. ამიტომ ის რაც დღეს ვიხილეთ და გუშინ პირველ რიგში საგანგაშოა სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ უმრავლესობის წევრებს და პარლამენტის წევრებს არა აქვთ გააზრებული, რომ ისინი უნდა იყვნენ მთავრობის